თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების შედეგად საღდრისის საბადოზე დაწყებული სამუშაოების შესახებ საუბარს უკვე პოლიტიკოსებთან ერთად განვაგრძობთ. პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გვერდება. მოგესალმებით ბატონო შალვა. ბატონ შალვა, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ნახეთ და გვახსოვს როგორ ჩახვედით თქვენ საღდრისში, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლება მაშინ ტერიტორიაზე არ შეგიშვეს იმას, რაც საღდრისში დღეს ხდება. თქვენ აფასებთ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გენოციდს. მაშინ აპირებდით დახმარებისთვის მიგებართათ იუნესკოსთვის. დღეს რა შეუძლია შალვა ნათელაშვილს გააკეთოს საღდრისისთვის? მთავრობის დამსახურებით ღირსახსოვარ თარიღებსაც ხვდებით დებატების ფორმატში. რამდენიმე წუთში შემოვა ბარბარობის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. გამარჯვებები, ბედნიერება გისურვოთ. ბავშვების მფარველი ეს წმინდანი და ბავშვთა სიმრავლე, პატარების სიმრავლე დაბედებოდეს თქვენს ოჯახებს, ჩვენს მამულს, ჩვენს სამშობლოს და აი ეს არის გადარჩენის პირდაპირი გზა, სიმრავლე და სიმრავლე. რაც შეეხება პრობლემას, მოგეხსენებათ, ყაჩაღი როდესაც შედის ოჯახში, ის პირველ რიგში ეძებს ოქროს. შემდეგ გადადის სხვა ფასეულობებს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა იმითაც, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ჯერ ეუფლება კვარციტის, ბოლნისის, ოქროს საბადოს და მერე სხვა სიმდიდრეებს. ასე მოხდა შევარდნაძის დროს, როდესაც შევარდნაძე მამალაძის ჯგუფი აკონტროლებდა სიტუაციას, შემდგომ ამ სიტუაციას აკონტროლებდა სააკაშვილი ნაყოფიერ ჯგუფი და დღეს უკვე პირდაპირ აი ეს უდიდესი სიმდიდრე ხელში აქვს ჩაგდებული ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ მილიარდელ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და არაფრით არ სურს ხლიდან გაუშვას ეს გემრიელი ლუკმა. მაგრამ ფაქტია რომ საღდრის ყაჩაღიანის ბორცმა თავად რომელსაც ძეგლის სტატუსი ჰქონდა თავის დროზე ჩვენამდე მოაღწია. ამ წლების განმავლობაში. სხვათა შორის სასაულისაც არ ელვათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყაჩაღიანი ალბათ შემთხვევით არ დაერქვა ამ ადგილს გათვალეს ეთყობა ჩვენმა წინაპრებმა, რომ ოდესმე საქართველოს ხელისუფალი იქნებოდა ყაჩაღი, მილიარდელი, ოლიგარქი, გაუმაძღარი, აღუვსებელი საწყაული, რომელიც არ დაკმაყოფილდებოდა ოფშორებში გატანილი სიმდიდრით და ამასაც ხურდად მიაყოლებდა და მე მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ თრად კმაყოფილი არ დავრჩი აი ამ გადაცემით თქვენ ბწყინვალეთ მიყავდათ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის, მაგრამ აი მონაწილეები რაღაც ბოლომდე სიმართლეს ვერ ამბობდნენ და დაამსგავსეს ეს გადაცემა სამართლებრივ ქოლოქოლოუმს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადაიფორმა თავის ბიზნეს კომპანიად, თავის ოჯახზე, თავის მეგობრებს. დიახ, ჩვენი სტუმრები სხვა დეტალებზე საუბრობდნენ და ახლა სწორედ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებით ჩაგორთვებიან, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ამ ყველაფრის უკან არის კორუფციული სქემა. ჩვენი სტუმრები საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდა, ერთ დღეში მოხდა გადაწყვეტილების იმიტომ მოხდა ერთ დღეში, რომ ბიძინა ივანიშვილს ამოვიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ თვლით თუ არა რომ მართლაც ძალიან სწრაფად მოულოდნელად იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და როგორ თვლით, რატომ? სწრაფად და მოულოდნელად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. აი რაც თქვენ ბრძანეთ გადაცემის დასაწყისში, ბატონო გიორგი, ერთი წლის უკან თითქმის ამდენი დრო იქნება, მე ჩავედი არ მარტო ცადე ტერიტორიაზე შეღწევა, არამედ ვიჭიდავ ფიზიკური გაგებით ჩემს თანხმლებ პირებთან ერთად იმ კომპანიის დაცვის ასევე თანამშრომლებთან, რომლებიც დავალებას ასრულებდნენ ახლა ისინი არაფერ შუაში არ არიან და მაინც შევაღწიეთ, სადაც გვიგრძელავდნენ იმის იქით და იქ გავაკეთეთ განცხადება. კიდევაც ამ კადრებს მაშინ გადაღებულ. კი, ალბათ, ხო, გახსოვთ, ხო, აი, ზუსტად ეგ არის, კი. ხო, ასე იყო ეს ამბავი. მაგრამ ამის შემდეგ წავიდა პროცესი, იქ დაიწყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობა, არასამთავრობოები ჩაერთნენ, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ჩაერთნენ, იქ აქტიურად ჩვენ გქონდა მათთან კონტაქტები, კოორდინაცია, გარკვეული თანადგომას უწევდით, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ მაინც მოერიდებოდა ოლიგარქს აი ესეთი ვანდალური გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილება არის ძალიან საყურადღებო, განადგურდა მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი, ეროვნული კულტურის საგანძური, არა ოქროს გაგებით, არამედ კულტურული გაგებით უპირველესად და რაც მთავარია, საქართველოს ჩვენმა ხალხმა დაკარგა ოქროს საბადო, რომელიც უნდა გამხდარიყო და უნდა იყოს ბიუჯეტის შევსების წყარო და ბიუჯეტს არ უნდა ავსებდნენ იმით, რომ გააუფასურონ ლარი, წამოკრიფონ რაც შეიძლება მეტი ფულადი ერთეული, შეიტანონ ბიუჯეტში და მე გითხრა რომ აი ბიუჯეტი შევასრულოთ აი სხვათა შორის. დღეს კიდევ დაეცა დანაშაულებთ. კიდევ დაეცა ივანიშვილს და რა ფაქტებზე დაკვირვით ამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან ეხლავე ექსკლუზივით წესით
თქვენი გადაცემისადმი და ტელემაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად პირველად წარმოგიდგენ დოკუმენტს, რის თაობაზეც სამწუხარო ჯერჯერობით არავინ არ ლაპარაკობს. აგერ გახლავთ განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დათარიღებული 2013 წლის 7 ოქტომბრით ნომერი 1426 და საკუთარი ხელმოწერით ბატონმა ბიძინამ მოუხსნა არქეოლოგიური ზონის სტატუსი არა მარტო საყდრის, არამედ მთელს შემოგარენს, რომელიც ბრინჯაოს ხანის კულტურიდან ითვლება კულტურის ძეგლად. ცნობილია ჩვენთვის ეს დოკუმენტი, დიახ, როდესაც საუბარ იმაზე, რომ ზონა მაყურებელიც რომ მიხვდეს ამისთვის ხსნია არქეოლოგიური ზონა 300 მეტრის აქედან დაიწყო ყველაფერი, გიორგი. მოეხსნა ამ აქედან დაიწყო ყველაფერი. ამ ვიდრე ეს ზონა მოიხსნებოდა, ახლოს მისვლაც კი არ შეიძლებოდა სამუშაოებით ამ ძეგლამდე. შემდგომში მომხდარი ფაქტები გამოდის აქედან ბიძინა ივანიშვილმა ეს არ დამალა, რომ მისი ინტერესია, რომ მას უნდა ხელში ჩაიგდოს არა მარტო ბენზინით ვაჭრობა, არა მარტო ბაქო-ბათუმის ნავთობ გადაზიდვები, არა მარტო ხეთყით ვაჭრობა, არა მარტო სამშენებლო ბიზნესი, არა მარტო კარფურის ქსელები, არა მარტო ნავთობის და საწვავის ბიზნესი, არა მარტო სოლოლაკი, არა მარტო საცურაო აუზი და მთელი ვერის ცენტრი მილიონად ღირებული, არა მარტო თავისუფლების მოედანზე და ცეკავშირის შენობები და ის მთელი სემირამიდეს ბაღები, რომლებიც დახატა და რომელიც მისი ბიზნესია, რა თქმა უნდა, მას უნდა არა მარტო ის ჩაიგდოს ხელში, არამედ აი ესაც ოქროთი დააგვირგვინა თავისი ბიზნეს მოღვაწეობა, ისევე როგორც ვთქვათ, არ არის ეს საფთიაქო ქსელი მისი მეგობარი ოლიგარქ მაშკევიჩის. მაშკევიჩის სახელზე გააფორმა ეს, თორე სინამდვილეში მთელი საფთიაქო ქსელი გახდა ბიძინა ივანიშვილის და რეცეპტის გარეშე გადაუდებელ წამალსაც ვეღარ იღებენ და ადამიანები იხოცებიან პირდაპირ გაგებით. ისევე როგორც ბრუნო ჩამოიყვანა თავისი ასევე ძმაკაცი კრიმინალური სამყაროდან და ასათიანის ქუჩაზე უნიკალურ ტყეპარკში აშენებინებს სათამბჯენებს და იქ მოსახლეობა უკვე აჯანყებულია. შესაბამისად შესაბამისად აი ეს საბადოც მან გააფორმა თავისი ძმაკაც ტროიცკის სახელზე, სინამდვილეში ვიმეორებ ისტორიის წინაშე და თანამედროვეობის წინაშე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. ჩვენ რას ვაპირებთ გეტყვით, ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში პირველი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მთელი კვარციტი, მთელი ეს საბადო თავისი კულტურის ძეგლებით ჩამოერთმევა ბიძინა ივანიშვილს და გახდება თქვენი საკუთრება, ჩვენი საკუთრება, ჩვენი შვილების საკუთრება და ის მილიარდები, რომელიც შედის აი ამ ჯიბეში და შედიოდა, შეავსებს ჩვენს ბიუჯეტს. თქვენი იცით რა ხდება იქ? თავარი მინდა გითხრათ, მაბატონო, თავარი მინდა გითხრათ, აფორმებენ 870 კილოგრამ ოქროს წელიწადში აი ამ მთელ სივრცეზე. სინამდვილეში იცით რამდენს მოიპოვებენ? 950.000 კილოგრამს, 900 ტონაზე მეც. ეს დანარჩენი 800 ტონა მიდის კონკრეტული ამ შემთხვევაში ივანიშვილის ჯიბეში. რა თქმა უნდა, მოხდება ამ ობიექტის ნაციონალიზაცია და რა თქმა უნდა, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გამოიყენა თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად და ხელი მოაწერა ამ დანაშაულობრივ ობიექტს და დააკარგია საქართველოს კულტურისა და სიმდიდრის უნიკალური ობიექტი. ეს დაკარგული არ არის, ბუნებაში არცად არაფერი იკარგება, არც საქართველოში, არც პოლიტიკაში, ყველას დაუბრუნდება თავისი ადგილი, ყველა ნახავს თავის პატრონს და აუცილებლად აი ეს ბატონები აგებენ უმკაცრესად პასუხს ჩადენილი ქმედებებზე. მე მინდა წარმატებები გისურვოთ კიდევ ერთხელ, გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ამ თავრობას გავისტუმრებთ იქ, სადაც ამათი ადგილია. მადლობა, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.